50-ში არ გადავიხდი. გოლს ეს შეაგდებს, ჯარიმას ეს შეაგდებს. მას გააკეთებს. თამაშს არ გამოტოვებს, პასეს გააკეთებს და მაყურებელს ეს მოიყოს. რომელ ლიგაში თამაშობ? რა ჩემპიონთა ლიგა რა. მე ბუაშტუკი, დელეალი. რონალდო არ მოვა თან. რომელ ლიგა? მოგესალმებით მეგობრებო, სეტი აუქციონით ბრუნდება. დასაწყისში იმას გეტყვით, რომ ახალი სასპონსორო შეთანხმების შედეგად უკრაინის პრემიერ ლიგის სახელწოდება სეტანტა ბეთლიგა გახდა. იპოვეთ თქვენი თამაში, უყურეთ სეტანტა ბეთლიგას და სხვა ჩემპიონატის თამაშებს სეტანტა სპორტის არხებსა და პლატფორმაზე. ხოლო ლიგა, რომლის გამოც ჩვენ შევიკრიბეთ, არის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, რომლის ფინალურ თამაშსაც ხვიჩა კვარაცხელიას ზედიზედ მეორე ფინალს ნიკოლოზ ტაბადაძე და ანდრო ხელაძე წაიყვანენ, შოთა არველაძე კი ალექსანდრე გაბრიჩიძესთან და გიორგი ფოფხაძესთან ერთად ბუდაპეშტში გაემგზავრება და იქ დაესწრებიან თამაშს და ერთად ნახავენ იმედია კვარას ლიგით მეორე ჩემპიონობას. იმედია. მოგესალმებით მეგობრებო. და შოთა პირველ რიგში მაინტერესებს თქვენთვის ეს მე რამდენი ჩემპიონთა ლიგის ფინალია, რომელსაც ნახავთ ლაივში. არ ვიცი, არ დამითვლი ასე მართლა გითხრათ. ფაქტიურად მე მგონი ძალიან ხშირად ვესწრები. ერთი ორი გაქვს ჩაგდებული. ხო, განსაკუთრებით აი წინასწარო იგეგმება რომ აი ლონდონი ისე ეგრევე რომ გინდა რომ არ გაცდეს და განსაკუთრებით ბარსელონის დროს. ნუ ეხლა მე მაინც ფეხბურთი მიყვარს და მარტო ესე არ მიყვარს რა რომ გინდა თუ არა ბარსელონა უნდა იყოს ეხლა კვარაზე აღარ ვიძახი არაფერს ხო ანუ და მილანის დროსაც ვარ თითქმის ყველა ფინალს. მე რაღაც ქალაქებში ემთხვეოდა, გლაზგოშიც ფინალი იყო, ამსტერდამშიც ფინალი იყო, იმ ქალაქებში სადაც მე ვცხოვრობდი და თამაშობდი, იქაც იყო ხოლმე ფინალები და იმ თამაშებზეც სინტონიშისაცია ლაივში. კი, და ის მიატოვიჩის გოლიც აფსაიდიდან და ხო აი სულ ესე მიწევდა ხოლმე სხვა ჩოს ხანდახან. ხო, US-თან ერთი თვალი აფსაიდი იყო გოლი. კი, ხო, რაღაცა სტამბულში ფინალებია ამდენი ხო, თითქმის ყველა მე-5 მე-6 წელიწადს ესე უწევდა ხოლმე და ნუ შენ ქალაქებში და ხო, აი რაღაცა ესე უწევდა ხოლმე და რაღაცა დროც ისეთი იყო ხოლმე სეზონი მთავრდებოდა მაისის ბოლოა, პრინციპში ხელს არაფერი არ გიშლის რომ თან იმოგზაურო, თან კარგი დრო გაატარო. ერთხელ წასულიც ვარ ფინალზე სხვა ჩვენში მოყოლილი მაგდა იცით ეს ამბავი მადრიდში ჩავედი რომ ლისაბონის ფინალზე წავსულიყავი და დავრჩი ბერნაბეუზე და უფეხბურთელო ფინალს უყურე ცარიელ მინდორზე ეკრანები იდგა და სავსე იყო ბერნაბეუ ნუ სასწაული სანახავი იყო ესეთი რამე ნუ რამდენი რამე მაქვს ნანახი და ესე არის თეატრი რომელსაც ის არ ყავს რა ქვია ფეხბურთი ხო ესეთი ემოციით და იმით და ის ხო ჩვენს ეს ერთი გოლის რამოსმა რო შეაგდო ხოლო იქ ვიყავი რომ იქ ნუ გავტეხავთ ამ მოგზაურობას 3-4 დღე ვიყოთ მადრიდში და მანქანით წავიდეთ ლისაბონში მეთქი და აღარ წავედი იქით არცინანე. არა, რავინანე ეგეთი რამე არ მინახია საერთოდ. 800,000 კაცი იჯდეს თუ რამდენი ცეტევა 90,000 და ესე აგინებდეს საათს, ესე ჩხუბობდეს, ესე უხაროდეს, ესეთი აი ზუსტად ესეთივე იმით სავსე სტადიონი და წინ ეკრანი რა, დიდი უშველებელი და ფეხბურთელი, ნუ იდეაში ეკრანზე რა. თან დერბი იყო, ალბათ ისეთი კალდერა. ო, იქაც იგივე ხდებოდა და იქ ვინ წავიდა მეთქი ვკითხულობდი რა, აქ თუ 50,000 აქ ქვია, იქ თუ 60, აქ 90, ნუ ვინ წავიდა ძალიან მაინტერესებს. იმასაც გაავსებდნენ ის. ვეჯო. არა, იმას ატლეტიკო სტადიონი. კი. სხვა შორის ჩემი აზრით მაშინ არ იყო ეს ახალი. არ იყო. კალდერონი იყო ეს. ხო, კალდერონი იყო და მაგრამ მაინც ხო გასავსები იყო და ქალაქიც ძალიან ისეთი იყო, რა ქვია. მოკლედ აი ესეთი რაღაცები აქ ამ ლიგის ფინალებს რა. ნახოთ ეხა ვითამაშოთ. ერთხელ ლუის უთხარი, სხვა შორის რომ მუშაობდით ერთად. წავიდა ბაიერნში, რაღაცა ავემშვიდობი რაღაცა, see you in Milan მეთქი რა. see you in London თქო, აღარ მახსოვს სად იყო ეგ ფინალი და 10-ში? აი რო წააგო. see you in Madrid მეთქი. უთხარი და ესე შევხედო, რომ see you in Madrid რატო და უთხარი მადრიდშია ჩემპიონთა ლიგის ფინალი მეთქი და ბაიერნმა რო აი ინტერთან რო წააგო ეგ ფინალი
ჩავედი. სხვა შორის აჩის მიყავდა ეგ ფინალი არა? არა, არ ვიცი, აჩის. აჩის მიყავდა ხო ანდრო? შეიძლება, დიმას და შეიძლება. კი, ეგრე მახსოვს. და აი უთხარი ზაფხულში კლუბში რომ მოვიდა რომ ნუ აი რაღაცა 2 წელი ვიმუშავეთ აქეთ-იქით მე ბაიერში მივდივარ და სიუინ მადრიდ მეთქი უთხარი და აი შეცფა რა თა ვერ დააკავშირე ეთყობა უცებ ამეთქი ფინალია მეთქი ჩემპიონთა ლიგის და ეგ მაგაზე იყო გაგიჟებული რა რომ აი ეგეთი რამე ნაფიქრი ეგ ევასებოდა ეგეთი რაღაცები ხა მე სპეციალადაც არ მithქვია რომ აი ვიცოდი რომ ევასებოდა ისე მივაძახე რა და რომ ვნახე სხვა შორის თამაშის წინ მაგის ოჯახიც იყო მეუღლე რაღაცა ვივახშმეთ და აი ისე როგორ საიდან იმას ქენიო სხვა შორის არ მომწონდა იმიტომ რომ არც ერთ სხვა თამაშზე ნამყოფი არ ვიყავი ფინალამდე ისე გაიარეს და ნუ ისე აღმოჩნდა რომ ფინალში კი შევხვდი და ნათქვამი ისა გამართლა მაგრამ ნუ ვერ მოიგო რა ეგ ფინალი და მე ვეჩხუბებოდი რომ ის ტიმაშუკი უნდა იმას გექნა მეთქი და ამას გექნა და მიგე გუდა მეთქი შნაიდერი მეთქი და ლიდერი აკლდა რობენი არ მახსოვს რომელიღაც აკლდა ფინალში დავიწყოთ მეგობრებო თამაში ანუ იმ ფეხბურთელებს აერჩევს უშ თამაშის ფინალში ნანახი აქვს ეს თავის თვალე ყველა ვარიანტი შეგენი კარგი ეცაც გეტყვით ისეთი მოთამაშეებიც იქნება ვის ხარდამხარაც შუთამაშია მოკლედ დღეს ვირჩევთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ნათამაშები ფეხბურთელებიდან საუკეთესო გუნდს რომელი და ფინალები ვისაც ფინალში ერთი წუთი ლიგის ფინალებში თუ საერთოდ მხოლოდ ლიგის ჩემპიონთა ლიგის და არა 92 რომელიც 13-დან 13-დან სწორედ დავითვალე ესე იგი ხო ლოგიკურად მაგრამ დავიწყოთ ასონის ის იყო ეგ პროექტი იყო მე მგონი პირველი იყო მარსელე იოჰანსონის მარსელმა მოუგო ის ერთი თროლი მე რო წაართვეს სკანდალური აღმოჩნდა ეგ ეტაპი წაართვეს ბოლო თუ უწერია კიდე უწერია უწერია ლიგა არ წაართვეს მაგრამ ნუ ყველა მიცის რომ რაღაც ისინი გამოიყენეს დასაჯეს კაცო მახინაცია პერნერდაპი ხო ისევ ეთვლება ვიკიპედიის გვერდზე მაგრამ ნუ დაისაჯა და ბევრი მოყვა თამაშობდა მე მგონი თუ არ მახსოვს ვინც გაიტანა ბაზილ ბოლი პირველი ვარიანტი სულ საუკეთესო იქნება ხო ხო პირველი ვარიანტი ფეხბურთელი რომელსაც გამოვიტან ამა თუ იმ პოზიციაზე იქნება საუკეთესო და მეორე ვინ შეიძლება იმავე პოზიციაზე გამოვიტანო იგივე ფასი შეიძლება იყოს ანუ შეიძლება ვიღაცას მეორე ერჩივნოს ესე მაგრამ ნუ ფასი ძვირი არის დაიაფთება ნელა ფეხბურთელები ისევ იგივეა წესები ანუ მისტერი ბოქსი ექნება ბოლო ფეხბურთელს ისევ მილიარდი დოლარი გექნება დასახარჯად რა თქმა უნდა სახში არაფრის აღება არ შეგიძლიათ სამწუხაროდ და ასევე თუ არ გეყოფათ და გამინუსდებით ასები იკლებს და ჩვენ ვერაფერი ვერ მიყვარს კი არაცოცხალ არსებებს ჩაგისვამთ გუნდში თუ გამინუსდებით არაცოცხალ არსებებს რა ის არის რა ნახოთ ვითამაშოთ სოფლიოს ყველაზე ძვირ ევროპულ მიდე ვითამაშოთ დავიწყოთ მოდი იყოს მარცხენა მცველი დავიწყოთ მეგობრებო და პირველი მარცხენა მცველი რომელსაც შემოგთავაზებთ 50 მილიონად საწყის ფასად პაოლო მალდინია 50-ად წავიყვან დიდი სიამოვნებით 50 აუ მე 60-ად წავიყვან ჩემი აზრით პაოლო მალდინის 60 მალდინი მიღიც რა ნუ მე ამაზე მეც არ გადავიხდი მართლა თუ სტრატეგია არის ყველაფერი დიდად ვერ ვზდი იმიტომ რომ ბევრი ისეთი ვარსკვლავი იქნება წესით კრისტიანო იქნება მე 80-მდე გავზრდა იმიტომ რომ მივალთ ჩვენი მაგნიშნულამდე ეჭვი 80 90 მალდინისში 100-საც გადავიხდიდი მე კი ბატონო დავსვენა ცოტა 115 115 ერთი ერთი ტაიმი შენთან დავაჟოს ანუ მაინტერესებს რამდენად უღირს უბრალოდ ბიჭო მე 130 500 მილიონად მაგრამ 130 მინდა 130 ხო 130 იაფი ერთი 145 145 ერთი 145 ორი 150 150 155 ერთი წაიყვანოს მოდი ორი რახანა სამი მალდინი 155 და დაბსონას გუნდშია მადლობა მე ავახებ მე თავის ბარსელონელ რომელიმე ვარსკვლავს და ბიჭო ჩემი აზრით ყოველ დროის საუკეთესო მცველი ყავს სუბიექტურად ჩემი აზრით ყავს, მაგიტო ვერ დაგნებდი ხო მარცხენა დამცველად უნდა ათამაშო შუაში ვერ შემოწმო ნუ სადღაც შემოვა მაგრამ ისე მარცხენა მცველად არა არ შეგიძლია მარცხენა არ შემიძლია ზონა რო დაფაროს ანუ 90-იანების დასაწყისის მალდინის კრავაზო თანახმოვარ აბსოლუტურად თანახმოვარ კარგით მეგობრებო შემოვიყვანოთ პირველი მარცხენა ვინგერი მაგრამ მარცხენა ვინგერად ყავს ეს ფეხბურთელი კრისტიანო რონალდო საწყისი ფასი 70 მილიონი 70 70 შოთი არც რონალდო არ გინდა არც მალდინი არ გინდა არც რონალდო ვა
ეს 71. ეს ხო 70 დრომა მარცხენა ვინგერად არ მინდა კრისტიანო რონალდო. ბატონო, ხო? ხო მარცხენა ვინგერად არ უნდა აი ეს შეგინდა? ნუ მაფიქრებდეს ხო მე მინდა ანდრო 80 ვიხდი 85. 100 105. 105. უხერხული არის 100 მალდინიზე 50 მილიონი მალდინი 150 მილიონი კრისტიანო რონალდოში აწი. 155. 170 მილიონი კრისტიანო რონალდოში 175. რა მაყუთი გაქვთ? 175. 15. 175. 185 190. 200 205. 1 220 220. 125. წაიყო ანუ რაღა სადღაც მეტყვის რომ შენი იყოს რა მიდი სადღაც მეტყვის რომ გითმობოდა წაიყო სამი რაღაც ადეკვატური ფასი უნდა ამეწია თორე ეხა წაიყო და 100 მილიონად რონალდოს და იგი დარჩებოდა 900 მილიონი ყველასთვის საერთოდ 5 გზის ჩემპიონი. აი, აბა ნახოთ შოთის რა უნდა კაცო შვენიერ დასმე პირველი ცენტრალური ნახევარმცველით ზინედი ზიდანი თუ დავაინტერესებთ 60 მილიონად. შოთი ზიდანი შიდანი გინდა მეც მინდა ზიდანი 80 80. 85. შოთის ფული დარჩება ჩემი აზრით საქმის კურსზე ხო რომ მეგონი მისელი დედას მერჩსაც ვერ გავატანთ 85-ია ზიდანი, ხო? 1 რა ხო 100 რას გვია 85-ია ზიდანი ამას რჩებოდა და ჩუმადი ხო მე მაწყობ. 120 მილიონი ზიდანი 125. 25 ზიდანი. 150 მილიონი 175. 180 180. 185. 185. 185. 200 მილიონი ზიდანი 1 წაიყვანოს. 2 და 3 ზიზუ წავიდა 200 მილიონად. ძალიან კაი გუნდი ყავს, მაგრამ ფული არ დაგიხარჯა. მე და არა უოჭოლად არ მეყოფა მაგრამ მალდინი და ზიდანი მეყოლება ძალიან მაგარი ტრანსფერებია მართლა ყოჩახ თავს. მოდი პირველი ჩამშრელით მაინც ნახოთ, იქნებ შოთის პირველი ჩამშრელი. სერხიო ბუსკეტსი. ფასი 40 მილიონი. მე გადავიხდი რა 40 ხანს მეც გადავიხდი 55. 50. მე ალბათ რავი 60-ს გადავიხდი რა ბუსკეტში 60 მილიონი ბუსკეტსი. ზვირია მაგრამ აი 90. 90 ბუსკეტსი. ჩამშლელიო თან თქვი რა და აბრალა ნახე რა. ჩამშრელი იყო მაგუნჩი. ვინ იყო ჩამშლელი? ბუსკეტს იყო ჩამშლელი? იყო არ დაცემულა ეგეთი ვარ. თავით არ ამხტარა ტიპი და ბრძოლაში არ შესულა და ჩამშლელი იყო ბუსკეტსი. მაგ პოზიციაზე ეგეთი შეურაცხყოფა ბუსკეტსისთვის არავის არ მიუღია. რიკელმე ამბობდა რომ ეს არის ერთადერთი ხუთი ნომერი რომელიც 10-საც თამაშობს ბრძოლაში არ შესულა კაცმა ისე დაამთავრა საერთოდ აკადემია ფეხბურთის და ისეთი ხატვარები დადიოდა და რომ არ დასურილა საერთოდ. ნუ იმიტომ რომ ფანაირად აუცრება იყო. მე ხო იცი სიგიჟესო 6-იანი იყო არა, 6-იანი იყო. ჩავინის და კლასიკური ბუსკეტში ყველაზე მეტად ბუსკეტსი ბუსკეტს აუცრება იყო. რა გადაიხადე შენ ბოლოს? არა არ გადავხდია ოცდაათი. გვიბზით აქ 100 მილიონს ვიხდით ხალხი ბუსკეტში 110. 115-ს გადავიხდი ბუსკეტსი, მალდინი და აი ნუ ჩემ ზიდანი ხო იცი რომ ერთად? ბუსკეტში ჩემია და შენი კაკა შენი ეგრე იქნება კაკა შეიძლება საერთოდ არ ამოვიდეს, მაგრამ მესიც ხო შენი იქნება. არ მესის დაგითმობ ხა ყველას ვერ წავიყვანა ხო იცი 1 130. 135 140. 150 სერხიო ბუსკეტსი 1 2 145. 160 65. ბიჭო, ისე 3 გულს ყრავს რო. 1 2 აი 3 165-ად ანდროსთან წავიდა. ძალიან მინდოდა ბუსკეტსი თავის პოზიციაზე ალბათ საუკეთესო მყავს. მართლა ფული აღარ დამრჩება ამ მომენტში ტაფსონას აქვს 645, ანდროს 610, შოთის ჯერჯერობით არ დაუხარჯავს ფული. შენ რამდენი დაგჭა? 645 ხო ნიკოში კი. 645 მილიონი ცენტრალური მცველი. პირველი ალესანდრო ნესტა. 40 მილიონად. არ ვიცი მართლა მე მგონი არ მიღირს მაგრამ მაგას მომენტში მაინც გადავიხდი მე შოთის პირველ ფეხბურთელს ველოდები. შოთის ნესტას არ უნდა კაი 50. ვისაც ლიგები აქვს ნათამაშები, ეხლა ნუ რამოსი თქვი და მე ნესტა და ხო ნესტაში არ გადავიხდი. მე გადავიხდი, მას შენ დაითვალე ნიკა. ნიკა დაითვალე. რა არის? რამდენზე? 50.
ანუ ვიღაც ფეხბურთელები, რომლებიც შეიძლება წარმოგიდგენიათ, შეიძლება საერთოდ არ იყოს აქ. ხა ნესტა მოიტანე და ნესტაზე 20 ჯერ მაგარი ცენტრალური დამცველები ყოფილან და იმათ არ ჩამოთვლი? ნესტაშის მაგარი შეიძლება არ პირველი ნესტას ვამბობ. ანუ უმაღლესი თაიერია. ოჩა რონალდინიოს არ იტყვი? რონალდინიოს რატო არ ვიცი? აბა მარცხნივ რო თქვი, რომ კრისტიანო რონალდო რონალდინიო. მეორე იქნება რონალდინიო ალბათ. არა, ნუ მე ვიფიქრე რომ კრისტიანო რონალდო რატო ვიყიდო მარცხინა ვიყიდო რონალდინიოს. კი ბატონო. ოღონდ თეორიულად შეიძლება რომ რაღაც პოზიციაზე მაგათ შეიძლება რონალდინიო არ მყავდეს. ყავს ახლა. არა, ხო ისე შეიძლება რომ არ მყავს. ლოგიკურად ვიფიქრე რომ კი. შენ თუ მარცხნივ გაწიე კრისტიანო, ხო უნდა იყოს. ხო, რა თქმა უნდა. ნესტაზე რამდენზე ვარ? 50-ზე და 60 გადავიხდი რა. ანუ ნესტაზე და მალდინი იმაზე რა ქვია ამას. მალდინიზე უკეთესი მარცხნამცველი არ იქნება. არა, რობერტო კარლოსი არ იქნება? რობერტო კარლოსი შეიძლება იყოს, შეიძლება არა და მალდინიზე უკეთესი არის თუ არა? არა. შეიძლება იყოს, კი. ყოველ ხო თამაშს ხო აკეთებდა. კი. რობერტო კარლოსი თუ იქნა, იყიდი რა. ხო. ცოტა ანდრო. ეხა ვერ მოგწიო ეგრე შეიძლება. აქ ბარტერი გარიგება არის. აიხა, გადაიხადა. 100 მილიონზე ნაკლებად როგორ ვაგატანო ნესტაში? ბიჭო, აბა მაშინ აღარ დაგვრჩება ფული. გავიგე მაგრამ ეხა 4 რაც ორ ნესტაში იყო და არ მინდა. ფეხბურთელია. ანუ ვი? ყველა მაგარი ფეხბურთელი. ასაგებია თუმცა 100 ხდი ნესტაში? არა 60-ს ვიხდი. 75-ს. 85 გადავიხდი და 90. 95. აცია. დაიყვანე. ავა, ყველა იმენ დამახარჯინე. არა ბიჭო, როგორ მოგცენ ნესტა ორლარად ანუ ხო ეგრე არის. ბიჭო, ნახე, აქ ყველა ნესტა არის ეს. აი ხა გეტყვი რომ შეხვდო ვეს ბრაუნს რომ ამომიგებს ვერ განახებ ნესტა არის. ხო და ამო იმედია ყავს ეს ბრაუნი. მეყოლება. მანუელ ნოიერი მეგობრებო, პირველი მეკარე. ეხა ესეც ხო ღირს 100. 40 მილიონი. შეძღისას. ხო მაგას ვამბობ. ცოტა იკლეს პასები და ყველა მაგარია. მაგრამ შოთი ფიქრობს და ის ილგნერია არ ვიცი. ვანდერს არის. ფონი არის. ძმაკაცი ვანდერს არის უნდა. არა, არც ვანდერს არის? არ ვიცი. სხვები არ ვიცი. ეგრევე მაგას ჩემპიონთა ლიგის ნათამაშები სულ 5-6 მეკარია და ყავს სიტყვაზე ვიძახი ნოიერი და მერე ყავს აი უბრალოდ შესაძლებელად გეუბნები აი ის მესამე ვინ არის აი დაუშვით მესამე შეიძლება ძალიან ცუდი მეკარე. თეორიულად ვანდერს არის უჭველი ჩასვა შენი ძმაკაცი. არა, მაგალითად რა განსხვავება? მენდი. მესამე მეკარე. თეორიულად ვიძახი. მენდი არის ბუფეტჩიკი. ამიტომ არის ბრძოლა მაღალი პოზიციის. არა, მესმის, მაგრამ რა ქვია, საშუალო მეკარეც ხომ აი. არა, რა თქმა უნდა, მაგარი საშუალო არ არის და. არა, ზემოთ კიდე 20 მეკარია მაგაზე უკეთესი და. ესე იქნება დაალაგებული და ესე არის. არა, მე პირველი არის ტოპ მეკარე. ეგ გეტყვით მაშინ მეკარეებს რა მნიშვნელობა აქვს რა. პირველი არის ნოიერი, მეორე არის ვანდესარი. ხო, ნუ მე მაგალითად ვანდერსარს ვიყიდი რა. ხო, ანუ ეგ დაალაგებული არის ესე. პირველი არის ტოპი, კარგი, სუსტი. შედარებით ხომ, ანუ მუღამი ეგ არის, ფასი იმიტომ იკლებს თაბლო. აი, შოთს თუ უნდა ვანდერსარი. არა, უნდაზე კი არა, ხო მენდის და ვანდერსარი შენ რა თქვი 100 მილიონი თქვი ვინა? არა, ეს ნოიერი რა თქვი? ასე ხო ღირსა და ნოიერი ხო ღირსა. რა ვიცი ხა. ნოიერი ასე თუ ღირსა 40-60 ხო ღირს ვანდერს არის რა. სადღაც. კაი, ნახოთ ეგ. ნახოთ, აბა. ნოიერს ზანზე ატყიდულობ ჯერ ეგ. ნოიერს ზაღირს. ფასკის პასად 40-ად. 41 მილიონი, 42. 2-ს მეც გადავიხდი 42. 45. 45-ია, ეგ ბიჭი. 45. კი ბატონო. 65. ვიცი ხა. 100 მილიონი მანუელ ნოიერი. 10. ეს 15. 1 120. 130. 130. ფული არ დაგჭება და არაფრის თქვენორს. ბიჭო, იმიტომ რომ გაგიზდა იმას. მალდინზე ხო, შენ რას ეჭიდავები, მე რას მიყვები? ბიჭო, მესამე ხო ვიცი ხა მართლა ბუფეტში კი იქნება. ვანდერსას ხო არ წავართმევ და ვერ წავართმევ, იმიტომ რომ მილიარდი არის და მე დამრჩება ბუფეტში. 130 მილიონი ანდრო მაგ. მან უნდა გადაწყვიტოს სად გირჩენია ბუფეტში კი ყავდეს. მივეცი. აპოზიცია. ბუფეტში კი მე კარში დავიტოვე. 150. უნდუშების გამყიდველი მჭირდება. 150. 150. გოუთი მეგარი 150. კი ბატონო. ანა ვიცი, მეორე გოუთი, ამიშნაბობა. ბუსკეტს. საგინდა ბუსკეტსი ნოიერი და მეკავ? 165, ანუ ბიჭო, ისე კი ღირს ეს ბუსკეტს შეიძლება 165. აი, ყველა როცა ძალიან მარჯვენა ვინგერი მეგობრებო, მარჯვენა შემტევი, ლეო მესი. 70 მილიონი. რა? 70 ყველაზე მეტი ფული გაქვს? არა, მაგრამ 200 მილიონს გადავიხდი რა. ნახოთ შეთი. მე იმიტომ რონალდუ გამატანა რამდენად? 225-ად და. არა, გაიფასე, ამიტომ მე 250-ს გადავიხდი ლიონელ მესიში. მე 265-ს გადავიხდი.
265. უფულოდ 280 და მესი 300 გადავიხდი მესიში. 300 რო გადავიხადო ხო მე აღარ ვარსებობა. შენ აღარ არსებობ. ანუ აზრი არ იქნება ჩემ ყოფნას, იმიტომ რომ მე 11 კაც ვერ შევკრა. არა, იმიტომ რომ გაიგიჟე თავი მალდინიც. რა გავიგეჯე 155 წავიყვანე მალდინი რა გინდა. 301, 2, 3. ლეო მესი ფეხბურთელი, შოთის. 300 მილიონად. ეგრევე მესი. ვერ გადავიხდი 300 მილიონი. ამ მომენტში რატო ვერ გადაიხდი? მე გუნდს ვეღარ შევკრა, ფული არ მაქვს. მე აიყვან ბუფეტჩიკებს და ისე ტყილა ხო არ იყიდე იმათაც რაღაცა ხონა გააკეთო. არა და უკვე მოგვიგო მაშინ ხა რა ბონდია. აბარა მოვიგე უკვე. უკვე მაგას შეძახე უკვე მოიგე. გასნია მესი მყავს და რამდენიც გინდა მალდინი ვაკეთო პატკაჭე. ფუტიკე უნდა ყავდეს. ხო და გოლს შეაგდებს, ჯარიმას შეაგდებს. მას გააკეთებ. თამაშ არ გამოტოვებს, პასეს გააკეთებს და მაყურებელს ეს მოიყვანს და კიდე კომერციული ბიზნესი მაქვს. მე ვეთანხმები. მოიგე. ზამთარშიც მოგიგებთ უკვე. მე ვეთანხმები, ოღონდ მართლა შეგვიძლია გამარჯვებულად გამოვაცხოთ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს აი, ეს ყველაფერი. არიან ადამიანებსაც კრისტიანო უფრო მეტად შეიძლება უყვარდეს, ან უბრალოდ უკეთესი დაკომპლექტებული გუნდი ყავდეს ვინმე. მარცხენა იმაზე ფლანგზე კრისტიანო რონალდო ვინმე ჯობდეს მათ რა. მარჯვენა მცველი, მეგობრებო, პირველი ეს არის ფილიპ ლამი 40 მილიონად. მარჯვენა მცველი? კი. მე წავიყვან 40. ნუ 50-ად წავიყვან. 55. 45. 65-ად წავიყვან. 70 მიიღეს რო ლამში გადავიხადო. ლამი მალდინი აქეთ იქით ჩვენიერება. 75. მაშინ შენ ერთად ვინ იხდის მათ? 80 გადავიხდი ანდრო და წავიყვან. 80-ად წაიყვანე ლა. წავიყვან, ხო? ლამი 80 მილიონად მაგას დასრულდა. მისცევს მეც მართლა ეს ბუფეტჩიკი და ამჩა 500 რაღაც. 500 რანაირად დაგჭა მე 700 მაგდა შენ. იმიტომ რომ ეგრეა, 300 მილიონი გადახდილი. ხო არა შენ 505 ფეხბურთელი იყიდე 150 მილიონი. 3 ვიყიდე და დამრჩა ნიკოშ 565 გაქვს შენ. 555. 155-ად იყიდა მალდინი, 200-ად იყიდა ზიდანი და 80-ად ლამი. ჩვენერი ვაჭრობა არის ჩემი აზრით, ძალიან კაი მარკეტინგი. კარგით, მეგობრებო, კარგით. მე რამდენი მაქვს ნიკა? შენ გაქვს 360. 360 მილიონი რა? კი. რამდენი ფეხბურთელი უნდა იყიდო? 7. 7? ამის ფასებით მე ვერ ავჯერუგები. კაი, ვიქნები მესამე ოფცია ყველაფერს ჯერ. ეხლა ლამში რო 75 გადამეხტევინებინა შენთვის, შენ წარმოვიდგინე? შოდი მაგდენი უნდა. შემდეგი ცენტრალური მცველი, 2-2 გჭირდებათ, შეგახსენებთ ყველას, არის მარსელ დესაი, მეგობრებო, 30 მილიონად. ვიცი რომ სხვა პოზიციაზეც არაერთ ზის უთამაშია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის იმ ფინალში მარსელ დესაი მცველი იყო და ეგ პერიოდი კარგი ბატონო. ცოტაა გატარებული. არ გინდათ? შოთი ხო არ გინდა? 20-ს. 20-ს შოთი გადაიხდეს გადაიხდი. 30-ს. შოთი 20-ს გადაიხდის, მე 25-ს გადავიხდი. ისე არ გინდოდა? 40 გადავიხდი. 40. ნეტა რა უღირს ეხლა ძვირფასი მარსელ დესაი. მე რო შეგჩეს მაგას ფიქრობ. როგორ გააძვირო რომ შენ მიჩნდეს. ამხუჩი და შენთან აქ. დაიყვანო შოთი მესი მარსელ დესაი უკვე ისეთი 40 ორი მსოფლიო ჩემპიონი, ორი ლეგენდა. დიდებულად გამოიყურა. მე ვერაფერს ვერ ვიხდი. ეს აი 40 მილიონად. მეგობრებო, მოდი ერთი პოზიცია დავხუროთ, რომ პირველი მისტერი ბოქსის გავათამაშოთ და იყოს ეს მეკარე, ედვინ ვანდესარი 20 მილიონად. ვიყიდი. მოიცა 20. მე ვიყიდი 40-ად ედვინ ვანდერს. მე 45-ად. თელე ბუფეტჩიკი გელოდება. მე ბუფეტჩიკი მეულდება ხო და თან შოთის ძმაკაცი გუნდში არ ჩაუსვა, მაგრამ ვიბრძოლებ ხა მე რა. ვიბრძოლებ. მოჩვენებიდან. არა, არ ვიცი რამდენი 70-ს გადაიხდი. ერთი ძამი. რამდენი აქვს შოთის ბოლო ფაზე? ბოლო შენ 20 თქვი, მე რა თქვი შენ 25? 25. არა 20 თქვი შენ? თუ როგორ? არა 20 იყო საწყისი, 25. ну кай 50 მილიონად მიიღეს ვანდერსარი და მე ამ პრინციპში დავიხდი მე 55. ჩემი საყვარელი მეკარე იყო დიდი ხნის განმავლობაში 70-ს გადავიხდი სულით ხარ 70-მდე მაინც ადიხარ ხა ვანდერსებს 75 და გაძლევ შოთი მე აქედან ვამბობ ჯენტლმენი 70-ს? დაიყვანე. 70. დასანას აუ როგორ მეგონა რომ გადაიხდიდე როგორ ვინ 70-ში არ გადავიხდი. ანუ ვანდერსარი ბუფეტჩიკი რო შეგჭა ეხა შევიღეს თქვენი არჩევანი რა არის? მოკლედ 5 მილიონი იან ზომერი ან ეს ფეხბურთელი. მოიცა ეხა ამას რამდენში მაგხტევინებ იმაში ბუფეტში. მენდი რა ღირს? არა, მენდი საერთოდ არ არის, კაცო. იან ზომერი არის. მეკარი ხო უნდა ავიღო. ხო და იან ზომერია 5 მილიონად ინტერის შარშანდელი მეკარე ან
მისტერი ბოქსი. მისტერი ბოქსი ახლა გეტყვით 3 ინიშნებას. მე მეგონა რომ ეს ყველაზე ცუდი მეკარე იქ მეყოლებოდა მენდი ახლა. ყველას არა მენდი მაგალითად ეხლა ყველაზე საკაიფო ვარიანტი იწყება ამ თამაშს ანუ იან ზომერი არა ვერ მივხვდი ხო მივხვდი ხო რომ მეთქი ნუ ბოლო თუ სარ წავიყვან მენდი და მენდის თუ სარი ღირდა 20 მილიონი მენდი ღირდა 10 რა 5 ღირს იან ზომერი არა მენდი რა მენდიზე აქ იმას ეგ ვაფშე არ ვიცი ვინ არის ეს ჩარჩანდელი ზომერი ვერ მიხსენე აზიზღარი მეკარეა რა 5 გოლი გაუშვა ხო და არა ყველაზე საკაიფო ნაწილი იწყება ეხლა გეტყვის ალტერნატივას 3 ვარიანტს და უნდა გამოიცნო არა ის რო იქ რო რაღაცა ყუთი რო გვაქვს დამალული ეგ არის მაგას გავაზო იქ ვინ შეიძლება მე იმას ბუფონი შეიძლება იქ შეიძლება შეიძლება თეორიულად იყოს როგორც ბუფონი ასევე ისე იყოს ყველაზე ცუდი დორტმუნდის მეკარეც რომელიც არ მყავს მაგრამ კობელი ან ვინმე რა ასაგები არა ძველს ვამბობ ან არ შეიძლება კაი ფაბენ მოკლა ბარტეზის მინიშნებას ვამბობ ეხა ამ ფეხბურთელზე ან იან ზომერი 5-ად ან ეს ფეხბურთელი 10 მილიონად ვა რომელზეც გვაქვს 3 მინიშნება. ქვეყნის ჩემპიონატი მინიმუმ ერთხელ მოუგია. აფერს არ გვაძლევს. არაფრის მომცემი მინიშნებები იქნება, წინასწარ. მადლობა. ლიგის ფინალში მინიმუმ ორჯერ უთამაშია. ეს ხო რაღაცა შეიძლება და მსოფლიოს ჩემპიონატის მედალოსანია. კაი, გავყვეთ, მოდი ვიფიქროთ, ორჯერ თუ უთამაშია ლიგის ფინალში. მეცაც გეტყვით, სხვა კლუბში უთამაშია, ამასაც გეტყვით. ლიგის ფინალში? ან თამაშობდა ძირითადში იყო, ძირითადში. ნუ დიდა არა. ძირითადში. და არა. დიდას ვფიქრობთ. კაი, სხვადასხვა გუნდში ითამაშა. დიდა ერთი და იგივეში. ბიჭი კურტუა შეიძლება იყოს ატლეტიკოს თან ერთად საქმე თამაშები ლისაბონში. კურტუა შეიძლება იყოს. კურტუა იყოს და მადრიდის რეალით, ხო? მაგრამ შეიძლება ახლა ზომერზე და მედალოსანი სოფლიოზე ბელგია გავიდა 4-ში. კურტუა. ეგ კურტუა უეჭველი. მისტერი ბოქსი? ხო. ჰანსიორ ბუტია მეგობრებო ეს მეკარე 10 მილიონი. ჰანსიორ პენალტებს რო უყავდა, გახსოვს ბაიერნის და ლევერკუზენის მეკარე. კაი მეკარე 10 მილიონად. გეობრებია? ჰანსიორგ ბუტი. ბუტი? ბუტი. გეუბნები ვან აი ზიდანმა ის უმაგრესი დარტყმა ვისაც გაუტა. 80-ში გადაგეხადა გაძლევდი. აიკონიკ მეკარეა მაგ-მონჩი. არ შეიძლება და მაინც მე მიძვირებდი. იმიტომ რომ ნახე ჩვენ ხომ მაინც მივხვდი ხო, რაღაცა მაგრამ დახარჯო. დეგი მოდი იყოს ისევ ცენტრალური ნახევარმცველი მეგობრებო. ზიზუ საიდანაც გავიდა. ინიესტა იყოს 50 მილიონად თუ გესიამოვნებათ. მე გადავიხდი ინიესტაში 50 მილიონი. 75. 75. ცოტი ძალიან მოკრძალებულად ვარ. გადავიხდი მე 80-ს. 80 ინიეს შენ რას შვები? ვერა? არა, თუ უბრალოდ რამდენი დარჩები მაქვს? პარსულებს ჩაგისვა ყველას. ფულს ვინც გამინუსდები და მილიარდი არ გიყოფათ, ცოცხალ არსებებს არ ჩაგისვამთ. მაშინ რა გიცხვა გზა მაქვს. 100? 80. 80 მილიონი ინიესტა. ამას 80 აღარდანო ინიესტა, თორე ზიდანი და ინიესტა ერთად რა. არა, ეხა უკვე დავიწყე ფიქრი ვინში ინიესტა, ბუსკეტსი და ზიდანი და ჩავი შეიძლება იყოს, მაგრამ შეიძლება ამან არც მოიდაროს. ვინებს შეიძლება დაუძახო. მე გეტყვი ზედორფს მოგიყვანს უეჭველი ჩემი აზრით. არ ვიცი არ მინახავს, მაგრამ მაინც. ერთი რა ვერსიაც მაქვს. ვიხსენებ რა. დებრუინი შეიძლება მოიყვანოს სიტიდან. ლამპარდი. შეიძლება ვიცი რეალიდან იოზებინა მოიყვანოს. იოზებმა ითამაშა ფინალი რეალში. კროსი ბაკვესიდან რა პოზიციაზე ხო, კროსი მოიყვანს. როსი, კარგები არიან. აი ეს კოულზი მოიყვანოს ემიუდან. შეიძლება არც მოიყვანოს ეგ. გავიგე, შეიძლება მოიყვანოს ალექსანდრ გლებიდან მითხრეს რომ ამაზე აშენებ. 80 ვიხდი ინიესტაში რო ზიდანი. 85 წელი. 85. 1 აიყვანოს. 2 3 ინიესტა წავიდა შოთისთან. იმიტომ რომ მე ცოტა ფული მაქვს ანდრო და ეგრეთ ამამად ვერ უვაჭრ. შევაკვირთ ერთმანეთს და აგერ ნახე, ეხლა რა მოგვივაჭრ. დავიღობები. აი უკვე მოგვიგო ამან მაგრამ. შემდეგი მარცხენა ვინგერი მეგობრებო, რონალდინიოს გთავაზობთ. ჩემია რონალდინიო ვიხდი 300 მილიონს. ოპა. აბსონ ვეღარ 100 მილიონს. ეგა. აა რონალდინიო, მესი ინიესტა ეყოლება. ჩემი აზრით ჩაიწובה შოთიც. არა, მოიცა რამდენი მაქვს? 570. 150 მილიონს ვიხდი ჯერ. 150 მილიონი. ასო მე რამდენი მაქვს ფული? შენ გაქვს 495, ოღონდ იცოდე თანაბაირაუდენის ფეხბურთელები ყავ და შენზე აქვს 80 მილიონით მეტი. გავიგე, ხო და ნახე მე რო რონალდინიოა ვიყვანო დავუშვათ და ვევაჭრო და. გირჩ ჩაგისვა მე. ხო და აი გირჩი მეყოლა და არც ერთი მინდა გირჩი და არც მეორე. არც მურაბა არ მინდა. საერთოდ. შესაბამისად ვერ წავიყვანე. 150
ვერ წავიყვან რა ანდრო ეხლა როგორ ვაჭიდაო მითხარი 150 მილიონი 3 რონალდინიო ესე ვაჭრობის გარეშე წავიდა შოთისთან მალდირის სა მესი და ფული რამდენი მაგის გამახსენე 420 ახლა მაგრამ გახსოვდეს რომ ჰანსიორგ ბუტი ყავს შენ მარცხენა თვინდა მეკარე ბუთი პროს ვიგებდა შენ მისტერი ბოქსია ხო არ ვიცი ჩემი მისტერი ბოქსია რონალდო ინიესტა რონალდო მე მყავს კი რონალდო ჩემი მისტერი ბოქსია შენი მისტერი ბოქსია 10 მილიონად კინგსლი კომანი ან 10 მილიონად ეს ფეხბურთელი ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვედრილა აჰა ულამაზესი ჯარი მაქვს ფარერების კარში გატანილი რა თამაში ვერ გეტყვი მე არ ვიქნებ 3 გოლი მაქვს ფარელებთან გადაგა ვიცი, სამი რო. ჯარი მარცეთ და ზიდანთან მახო მუმ გაიტანა კიდე შორიდან ამაზე გოლი კი თან და ხოიც თამაში წინ უთხარი არ ირბინო აქეთ იქით აგისა ახლოს დადექი მეთქი რომ დაგიგდებ დაახტაში აგდოვეთ ეხეთრი კი იყო ბოლოს სანამ ჟორჟმა მონღოლეთს გაუტანა ანუ მე ეხეთ ჩვენ ეგ წვეტა გქონდა მოგოლთა წარმოიდგინე პოკერი ქონდა ხო ნუ სამი შეუგი მონღოლეთთან თუ ვიღაცა მონგოლეთთან ცოტა იქნებოდა 3 და აილანდთან ჩინგისხანის აილანდთან კი მაგ თამაში მონღოლეთთან ეგ არის რა მოგოლთან 6-1 მოვიგეთ ბაშ ჩინგისტაენია რა იქ არის ჩინგისტაენი უბრალოდ ზიდანთან სამწუხარო ისტორია აკავშირებს კიდე ეგ შემილია გითხრა ზიდანთან სამწუხარო ისტორია აკავშირებს ამ ან არის მარცხენა გარემარი მარცხენა გარემარი შენა გარეთ ბეილი იყოს ზიდანთანსა და ჯარი მაგ ფარერების ეგ მინდა რატოაც არ მეგონა თუ აერჩევდით მეგონა კინგს კომანს დაიტოვებდით და შერომ როთენი გილოცავ მონაკოს ლეგენდარული მოთამაშე დაფსონ შენ გუნდშია 10 მილიონად შერომ როტენი რა შერომ როტენი მესის ლანძღავდა პარის სენ-ჟერმენში რო თამაშობდა რა ადგილი იყიდე მარცხენა ეს მალდინი პასი ამას უნდა შერომ როტენს უნდა მიცეს არა კაი გუნდი ყავს დაფს ცენტრალური მცველი შემდეგი სერხიო რამოსი მეგობრებო 30 მილიონად მე ვიხდი 30 რამოსი 30. რამოში რამოსი 30 ძალიან იაფია 50 50 რამოსი 55 55 რამოსი 60 55 55 75 80 აქ უკვე მე ვერ არ შემოვდივარ ვერაფერს მე შემოვდივარ 85 ოპა 90 100 მილიონი სერხიო რამოსი რო წავიყვანა და ბარემ მალდინი რამოსი ლამი უკვე გისვა შოთი ხო დაფშენ შენ შეუტევ მე თავი დავიცე ეს ბოლოა ხო ბოლოს არა ცენტრალური მცველი კიდე დარჩენილი არის 3 და მაგ შენ რამდენი გადაიხედე 100 ვთქვი ეხლა რამ 5 რამდენი მაქვს ფული შენ გაქვს 485 ამ მომენტისთვის ყველაზე მეტი შესაბამისად მე შემიძლია რომ 100 გადავიხადო 115 125 სერხიო რამოსი 125 1 125 125 ხო? არა შენ რა თქვი ბოლოს? 125 125 მაშინ 130 1 135 135 სერხიო რამოსი გადაიტანე ერთი რა რამოსი აიხ წაიყო 1 2 და 3 რამოსი წავიდა საერთოდ არ უნდა რამოსი ჩემი აზრით დაფსონოს მაგრამ ეხა არ აღიარებს უკვე გავს 135 ხო კი კარგი მეგობრებო ბოქსი გვახსენე რა სამივეს რომ მე იქნება რაღაცა დასკვნა გამო 350 აქვს ტაფსონას და ყველაზე მეტი ფეხბურთელი ყავს 420 აქვს შოთის და ყავს 5 ფეხბურთელი შენ ყავს 4 ფეხბურთელი და 360 მილიონი გაქვს ნუ აი და მეგობრებო მარცხენა მცველის დრო დადგა ეხა მოიცადე 420 უნდა გავყო რამდენი ფეხბურთელი მაქვს საყიდი 6 ხო 70 მილიონი მაქვს ევრიჩი ხო კი და შემდეგი ფეხბურთელი არის რობერტო კარლოსი მე ვიყიდი მარცხენა მცველად 40 მილიონია საწყის ფასი ვიყიდი 40 მილიონი 50 ანდრო შენ არ გინდა არა მე 75 70 75 90 იყიდა აი ანდრო არა მაგ მესამე იქნება საშინელებაო ო იმედი მაქვს იმიტომ რომ ეხლა შოთი თუ არ დასოს და ბუთს უნდა დაუყენოს ვიღაცა არ ვიცი 90-ად წავიდა ანკარო ან ვიღაცა თუ არ მოვიდა შენ აზრია შოთი არჩევანი გაქვს 10 მილიონად გთავაზო პატრის ევრას ან 5 მილიონად ამ ფეხბურთელს რომელსაც გეტყვი ევრას ვიყიდი არც გინდა რომ გითხრა იმას მაინც მინიშნებებს უბრალოდ ვიტყვი აბა ნაკრებში ფაქტობრივად არაფერი მოუგია იმ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის მოგება მისთვის უცხო ხილი არაა ანუ ერთხელ მაინც აქვს მოგებული შეიძლება მარტო ერთხელ აქვს მოგებული და უბრალოდ გაბნევ და FIFA საკლუბო მსოფლიოს გამარჯვებულია
არ ვიცი და სხვა არ არის ახლა. მე ვიცი ვინ. აპუტულ თმევიანი. მე ვიცი. კუკურელია ხო არ არის. თუ მანამდე არა. უკურეის არ მოუგია. არ უთამაშა. ჩელსით არ მოიგო ეხა ისა საკლუბო ლიგის ფინალში არ ყოფილა. ლიგის ფინალში არა. კაი ეს ევრო. ვიყირი. ჩემი აზრით შენ უარი თქვი მარსელოზე. მაგრამ სწორად თქვი უარე, შოთი, იყო მე მარსელო? მაქსიმალურად მივამსგავსე არა მარსელოს. მარსელო ძალიან მეგონა. ბენ ჩილუელი, რა თქმა უნდა, არა, მთელი მარსელო მუღამი არ ხო იქნება. მარსელო უნდა მეფიქრა? არა, ევრა არაა ცუდი ვარიანტი. ხო, არა, მარსელო არ იქნებოდა. ევროსთვის 10 მილიონი კაპიკები არის, რა თქმა უნდა. რა არის? ვინ არის? პატრის ევრა ყავს. ევრა, ხო. არა, მისტერ ბოქსში ყველა დონის ფეხბურთელი შეიძლება. ხო, მივხვდი. ჯერ კაი არ მინუს მოგიტანია. 10 ვარ, ხო? როტენი ყავს ბუტი და ის რა ქვია, ბენჩულველი და რა ის ყველა დონის უნდა იყოს. ვატყვე. მეგობრებო, ფორვარდი საერთოდ არ გამომიტანია. დროა, თორე აღარ დავხვშე. ლევანდოვსკი 50. რობერტ ლევანდოვსკი მენ. რობერტ ლევანდოვსკი მენ კაცი, რომელსაც სოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო უნდა კონდეს, რომ არ ვიცი რა. ზოგის აზრით ორჯერ. ანუ ლევანდოვსკი ეხა არის საუკეთესო. ყველაზე საუკეთესო, ხო? მე გადავიხდი მაშინ თუ ყველაზე საუკეთესო ლევანდოვსკიში. ჩემპიონთა ლიგაზე ეს გადავიხდი 55-ს ნიკოში. 60-ს გადავიხდი. რავი მე 70-დაც მიიღეს ბატონი რობერტი, თორე ჟერომ როტენმა თუ ეხა ვიღაც კლუბს გაუკეთა პასი აზრი აღარ მაქვს. 75. 85 მილიონი. მას გადავიხდი მაშინ აქ ლევანდოვსკიში და დავარ 1 2 105 110 120 125 1 130 135 ვაუ 1 140 145 რონალდინო აღარ მინდა. ლევანდოვსკი მესის ტრიო გეყოლება წე. ხო და რა ვქნა მაგას რო ჩალიჩობ ამდენი ხანია 150-ს ვიხდი ლევანდოვსკიში და წავიყვან თორე მართლა 55-ს გადავიხდი 1 2 3 ლევანდოვსკი 155 და წავიდა შოთისგან. და შოთის დარჩა 255 მილიონი. და 1 2 3 4 5 ფეხბურთელი ცოტა იაფად ვაჭრო მაგ. 4 დამჭა? კი, 4 გჭირდება კიდე. მოიცა მეორე ცენტრალური დამცველი? ჯერ არ ყავს. არა, ხო და აქ 5 ეხლა ეს არის ხო ლევანდოვსკი ეს არის მოდიში. ეს და რამდენი დამჭა? და 255. 255, სადღაც 60 მილიონი დამჭა თითოზე, კი. ხო? შემდეგი არის მარჯვენა ვინგერი, მეგობრებო, მესის შემდეგ მეორე ვარიანტი გვაქვს მოსალაჰი 50 მილიონად. წავიყვან სალახს 50 მილიონად. და ვახშე დაიყვანს მივცეთ მოიცა, მე რომ ვიყიდო რა ხდება. ვერ იყიდი, ყავს. ვეღარ იყიდი, შევშებული შემოყვეთ. ეკონომიკა. მესული რამდენი აქვს? მესი ყავს. ვერ გავწე, ვერავინ. ვერა. 70 მილიონი მოსალახს 70 მილიონი მოსალახში. წაიყვანოს. 1 2 და 3 სალაჰი 70 მოგონ მილიონად. ძალიან კაი ფასი არის სალახისთვის 70 ძალიან მაგარი მეზე ფასი. სასწაული ფასი არის. ნუ რა ვქნათ ახლა? ხო, ვერაფერს ვერ ეზავ, სულ გაქვს 270. სამუელ ეტო 90 მილიონად. ან მისტერი ბოქსი 5 მილიონად ეს ფეხბურთელი. მის კარიერაში სევდა დიდი დოზითაა. ჩემპიონატის ახალგაზრდა ფეხბურთელი ორჯერ გახდა, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი. ორჯერ გახდა. რა ადგეს ეხა იმას მინიშნება მარჯვენა სამი. ვინგერს. და ლიგაზე მხოლოდ ერთი ფინალი აქვს ნათამაშები. ვაახ. ვიმსჯელოთ სევდ ვიმჟელოთ რა. გახდა საუკეთესო ახალგაზრდა ორჯერ გახდა საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი. ჯოვანი დოს სანტოსი გახდებოდა, მაგრამ ფინალში სადაც ნათამაშები არ ეხონეს. არა, ბიჭო, როისი სევდა რაღაცა. როისი ძალიან სევდა მარჯვენა გარემარბად არ მისი კარიერა. აუ სადაც ეტო მომიყვანა მარჯვენა გარემარბად. მარჯვენა გარემარბად ალბათ. სადაც ეტო მომიყვანა. კარიერა. მოიყვანდა მაგათ? ეტო მარჯვნივ თამაშობდა, მაქსელი. არა, ბიჭო, ის ხო. ხო შეიძლება როისი. ჯული ხო არ არის? კაი, მოიცა, ხო, ჟული, არა ჟული ახალგაზრდა ორჯერ. სევდა. რა ჯული თავიდან ბოლომდე. სევდა ჩემთვის ამიტომ მილანს გაუტანა ნახევარფინალში. კაი, მოიცა და რეალისტვისაც სევდა გუსლით გაუტანა სასწავლებელი გოლი. მოიცა გავყვეთ რა საუკეთესო ახალგაზრდებს რა. ორჯერ საუკეთესო ახალგაზრდა გახდა ბიჭო. ერთხელ ყო არაც გახდა, მაგრამ მარცხენა იმ გარემარბად. შნაიდერი კი არის ფინალში მოგდი, მაგრამ კაი, მომიცი ეგაბა. დელეალი რონის კარიერა. არ გახდა ვინ არის? პირველი სიტყვა. დელეალი ტოტენჰემის ანუ ფეხბურთელი. სისულელებს ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ იცი რა ვიფიქრე. ელეალი ვინ არის? დელეალი არის. დელეალი ტოტენჰემის მედის მომცემი ფეხბურთელი აი, იყო, რომელმაც არაერთი ტოტენჰემის ინგლისელი პრინციპს ნომერი. ხოლდალი. კარგი
შემდეგი ცენტრალური მცველი მეგობრებო, ჯორჯო კიელინი, უკაცრავად 20 მილიონად. პიკე არა ყავს. პიკე არ არის. აქ ქვე გეტყვით. ჯოჯოში მე გადავიხდი 20. ვინ თქვი? კიელინი, იუვენტუს. ეს იმაში US-ში ეს იტალიელი? საკას რომ მოქაჭა. კაი 25-ად წავიღო. ყველაზე მაგრად ვინც არ არც ვიფიქრები რომ პიკე არ დაბოლებოდა რა. 30-ად წავიყვან. 30-ად. თუ კიდე და კიელინის ეხავე ჩავანაც რომ პიკეთია. 25. არა, ნუ პიკე იმიტომ რომ როგორ არ ჩulis ახლა? ხო, პიკე რა დიდი მცველი არის ჩემთვის. არა. კიელინიზე? პიკეს ეგრევე მე ვიყიდიდი რა. დესაისთან. მე არ ჩემოდარ. ჩემთვის უფრო მაღლა არის. მე პერსონალურად გონია რომ ჯორჯო კიელინი უფრო მაღალი დონის მცველია. კაცო, როგორც მცველი. კაცია და გუნება. როგორც ადამიანი ან ფეხბურთელი სხვა მიმართულებით არ ვიცი. ანუ ვიღაც არ მევასება უბაში. პაჟებიც არიან. არ კიელინი მოუხდა ნესტას 35-ად. 35-ად კიელინი. 40. 40. ვა ესე თუ გამიძალიანდება წაიყვანოს კიელინი, ძალიან ნაყვარება. მართლა? 40. 2 და 3. მორჩა მე დაცვაში გავჩერდი. რამოსი კიელინი, რამოს გადმოუწევ მარჯვნივ, იმიტომ რომ მე მარჯვენა მე არის. ზელიალის შეუსვლი რა მე ბოლოს პოზიციას. თორე ძალიან მეხარ. ხაცია კიელინი დავაყენოთ მარცხნივ. არა ეხა იცი როგორი რამე ვიხდა. ისეთ ტიპებს არ იძახით რომ მე იმას მოლოდინი მაქვს რომ აქ უეჭველი. ვიღაცები ეგრე არის. აქ უღამი ეგ არის შოთი თორე ეგრე ძალიან. არა. საბჭოში რომ ჩემპიონთა ლიგის იმას დავიძახ სადღაც სულ წარმოიდგინე 6 ნახევარ დამცველი 6 ცენტრალური დამცველი ყავს ამოს არჩევი რა. ხო და ერთი ხა კიტებში გადის პიკე რა ყველა ვარიანტში რა. გამოუღებლად 10 წელი ნახევარ ფინალებით და ჩემპიონთა თასებით და კარის ბადის სოფლიო ჩემპიონობით. ძალიან დიდი არის ხა რა მე ძალიან შვილიც. ხა კიელინი თუ არასოდეს არ გამახსენდებოდა და არ დავაჯენდი იმ პირველ ხუთეულში. ეხლა წარმოვიდგინე მეორე ადგილზე და მესამე ადგილზე. ხო რა მე ჩემპიონთა ლიგასთან პიკე უფრო ასოცირდება ბევრად რა. ევროპის ჩემპიონატი რო ყოფილიყო კიელინი. რამდენჯერ აქ მოგებულიც არა აქ ალბათ US. აგებული აქ. ლიგა ხო. ცენტრალურ დამცველს გადაიხადე რომელსაც არც ერთხელ ლიგა არა აქვს მოგებული მაგდეიმპულ. სულ წამგე ფინალში მიდიხარ და აგებ. მე გადავიხიდე. მომგებიან ჩამშველს შემოგთავაზებთ, ამიტომ მეგობრებო, ბუსკეტს ხო გასულია, მეორე მომგებიან ჩამშველს. ჩამშლეს კიდევ ახლა 6 ნომერს გულისხმობ, იმიტომ რომ შეიძლება არა. აჟიოტაჟი გამოიწვია. არქიტექტორი იყოს. რაიკარდი 40 მილიონი. მე რაიკარდ 40 მილიონი. კაი ფეხბურთელი იყო ძა. რაიკარდი მაგარი. 40 მილიონი. თუ არავინ არ აწევთ ბოლო ფეხბურთელი ვინ მე იყო? არა, მე შემიძლია. შენთან დავიხადო რაიკარდში ფული 40 მილიონს გადავიხადო. 40 მილიონი. 50 შოთი? 50-ზე დავფიქრდი. კაი, მე შოთისთან მიდის 40 მილიონად ფრანკ. იმიტომ რომ რაიკარდი მან პოზიციაში ახლა ყველაზე საუკეთესოა, ხო? კი. მაგაზე რაიკარდი უკეთესია. არა, ამის მერე მოდის უფრო სუსტი. კლოსი არ იქნება. არა. ხო, ნუ კლოსი აღარ არის. არა. არც 40 აღარ არის, არც კლოსი. ხო, ნუ 40 რატო? იმიტომ რომ 40 არის. 40-ად გამოგიტანა. კაი, ჯანდა. 40 და ვის არ ყავს ჩამშლელი? მე შენთან 5 მილიონად დიდიე დეშამი ან 10 მილიონად ეს ფეხბურთელი. 5 გზის ქვეყნის ჩემპიონია. სლოვენიაში. ჩემპიონთა ლიგის 4 ფინალი აქვს, ნათამაშები და ნაკრებში მოგებული 0 ტიტული აქვს. სამწუხაროდ. 4 ფინალი ითამაშა ბიჭო. 4 ლიგის ფინალი აქვს ნათამაშები. 4 ლიგის ფინალი აქვს ნათამაშები. US ფეხბურთელი პირლო ხო არა? ოიცი შეიძლება. თავიდან წაიგიხსე. 3, 5, 5 7 და მე გზის US ჩემპიონი. 5 ქვეყნის ჩემპიონი, რეალის ფეხბურთელი არა. მილანით, შეიძლება მარკიზი იუეა, და ინტერი პირლოა. აი, პირლო იყოს, კი. პირლოა მისტერი ბოქსში კაი, იყოს, კაი. მე შოუსთვის ამ ნაბიჯს გადავდგამ. ახლა ერთი სულ ეკრო მისტერი ბოქსი ავეჭაი, ეკავება. და მე მისტერი ბოქს ვირჩევ. პირლო გამოირიცხებოდა იმით მეგობრებო, რომ მესამე მინიშნება აქვს, ნაკრებში აქვს 0 ტიტული. უკაცრავად საერთოდ. მაგრამ ქვეყანა სწორია. ალესიო ტაკინარდი? ტაკინარდი ვიღაცა ეგეთი ძალიან მაგარი ყველა მისტერი ბოქსი იყო. აი ტაკი აკი დაიმატე რა. ტაკინარდი. აღარ გააგზელო ის მარცხენა ვიგერა კოსტაფსო? შენ რომ ლოტაინე ტაკინარდი მყავს შენ. ჩაწერე ტაკი. არა, რა საყვარელი კაცი არის. რა კარგი მისტერი ბოქსები აქვს. ყველა ცუდი იყო ვაფშე. მე ეტო იცი რატო გავმაზე რომ მეთქე ხა იფიქრებს რომ ეტოს სადღაც ხო იქნება ალბათ კარგი. არ ვიცი, შეიძლება ყველგან ცუდი. აი, კლარენ ზედორფი შემდეგ. დეშამი რა ღირდა? არა 50. დეშამი ღირდა უფრო ძვირი. ბოდიში 5-ით უფრო იაფ. ნუ დეშამი უნდა. კლარენ ზედორფი 50 მილიონად ვიზგესი ზედოფს მოიყვანს. მეც გადავიხდი ფულს კლარენში. 50. 50, 60. 60.
მე რამდენი მაქვს ფული? 215. მე? შენ გაქვს 230 და 265 ანდროს, მაგრამ ანდროს ყავს 2 უამრავი ფეხბურთელი ასაკი. 215 და მე დამჭა 2 მე მგონი. შენ რა თქვი? 70. არა, 1. რამდენი კაცი დაგჭირდა? 3 კაცი დაგჭირდა. 1 2 3, ხო? მე კლერენსში გადავიქ 75. 75. 70. მაგაზე მაგარს ვერ მოიყვარ, ხო? ნუ ალბათ მისტერი ბოქსში თუ არა ვიღაცა. ხო, არა. ნუ მისტერი ბოქსები არ ითვლება ახლა. 80. მისტერი ბოქსებში კი ხედავთ როგორი მაგარი ფეხბურთელები არიან. 80. 80. 1. მეც გადავიხდი 85. 85. მე 100-საც გადავიხდი ყველასები. ში? რატო არ გადაიხდი? რა დამჩება პრავი რა უნდა გადავიხადო მარჯვენა დამცველში და ცენტრალურში. ხო. გადავიხდი, რა თქვი? 100. 105. 1 2 100. რამდენი გაქვს ფული? 230 და 2 ფეხბურთელები. 2 ფეხბურთელი. 130 თქვი? 100 რამდენი თქვი? არა, 110. 110? 110-ია. 115. 120. 125. 1 130. 135. 1 წაიყვანე. 3 ზედორფი 135-ად შოთის გუნჩია. ესე იგი ინიესტა, რაიკარდი, სიდორფი, მესი, ლევანდოვსკი და რონალდინიო. მე მგონი თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ ჩემს მაგივ რა. რა გუნდით? მარჯვენა მცველი გამოიყვანე. მარჯვენა მცველი? იცი რა, რაცვაში რაღაც ცოტა. მარჯვენა მცველი ჯერ რომ გამოვიყვანო. რაღაცნაირად არ მინდა. აი იყოს არა. კაი, გამოვიყვანო მარჯვენა მცველი. მიდი აბა. დანი კარვახალი 20 მილიონად. ყველაზე კაია კარვახალიტო. მეორე ყოლა. ლამის მერე, პირველი იყო ლამი, მეორე კარვახალი. ლამი ხო უკვე 20 გაია. წავიყვან კარვახალს. 20 კარვახალს არ უნდა აფსონას ყავს მარჯვენა მცველი. 20 წავიყვან. მე 25-ს გადავიხდი ჯანდო. გინდა კარვახალი? საწავ უნდა ვიყიდო ვიღაცა. მაგრამ შეიძლება კაფუ არ მეღაცა იყოს, მაგრამ კაფუ როგორ იქნება კაფუ? არ მისტერი ბოქსში. კაფუ შეიძლება იყოს? ხო შეიძლება იყოს მისტერი ბოქსში კაფუ. თეორიულად მისტერი ბოქსში თეორიულად. მაგრამ მისტერი ბოქსში ამოგაკ ისე გაწურული კატა რა ყველა რა. სუიჩი. იმე სველი საზიზღარი. დღეს ია და სუროწე. აი ხეუნა სად რას მიამშრალო რო არის რა. ფეხდაბიჯებული კატა. სათხაი რას მიამშრალო რო არის. რა თქვი შენ ბოლი რა? მე 30 კარვახალს. ერთი რა ღირდა თეისა? 20 ღირს კარვახალი. 30 თქვი? ხო. ეგრევე 10 მილიონი. არა 20 ვთქვი, მე შეხო 25. 30. 35-ს გადავიხდი რა. 35. ამიც არ მინდა. 40. მე რამდენი მაქვს? 80 გაქვს სულ? და ერთი კაცი დარჩა საყიდე. არა, 2. ამეთ 50 შეგიძლია გადაიხადო ამაში. და მე 50-ად ვიღაცა იყიდო, არ ვიცი. და რა პოზიცია გრჩება? ცენტრალური დამცველი. ცენტრალური დამცველი. რა შეიძლება. თქვი შენ 50? 40. 40? კაი, ახლა მართლა ტიმოშუკები რო ყავდეს შენ უფრო რამდენი მაინც. რა მე დაგჭა? მყავს ეს და ეს ასაყვან. და რა თქვი ახლა 40? აი 45-ს გადავიხდი. წაიყვანე მოდი კარვახალი, იმიტომ რომ კარვახალი 45-ად წავიდა შოთისთან. და რა დამჭა? მე მინდა ბრჩა. ფული ამდენი დამჭა? ფული დაგჭა 35. შენ დაგჭა პაულო ფერეირა პორტოდან. აჰა. ან 5 მილიონად ეს ფეხბურთელი. არა, აღონ ფეხს რო დააბიჯებს. სველი. სადმე არ უწევს წესიერს. სველი. 300-ზე მეტი თამაში აქვს კარიერაში ამ ამაზე მე გადახტავს, ესე იგი სულელია. 300 რა 8-700 მაქვს მე. 700 ითამაშა. 700 თამაში მაქვს. 300 აქვს ბიჭო, დღეს ნახე ლეაუს 300 თამაში და ურო და მილანში. როდება ჩო. მე წეს უკვე სეზონში თამაშობ 60 თამაში. ანუ ეხლამდე 3 გოლი აქვს ითვლება ნაკრებში. რომ ბოლო 10 წუთი შემო. რა თქმა უნდა, ეგეც შეძლება. 3 გოლი აქვს ნაკრებში, ერთი გერმანიის წინააღმდეგ აქვს გადაგილი. აუ. და თბილისიდან მისი დაბადების ადგილამდე 8200-ზე მეტი კილომეტრია. აი რაღაცა ის იგი. ამ კაი ეგ მინდა, კატა მომიყვანა. ემანუელ ებუე, არსენალის ლეგენდა. აი რაღაცა გაჭირებული. რა საინზე იყავი? მართიხავი, მართლა. ემანუელ ებუე. ვინ მოგეძებინა ეგ ტიპები? არ ვიცი, შეიძლება. ალისო ტაკინარდისო იპოვიდი და მიაგდებდი, ვერაზოს ვიფიქრებდი. ჩემი ბავშვობაში თამაშობდა ეგ ყველა ფეხბურთი. რა საინზე? ეს თქვენ უყურებთ ფეხბურთს თორე. ჩვენი ოფისის კატალოგში მდგომარეობაშია ვიდრე ეს. ჩემი გუნდი. რა საინზე იყავი? არა უშავს, აი ჩვენ აქედან ვასაპორტებთ. მე მე გაგიჟდება ეხლა რომ გაიგოჩო აქ საგეხოდე, მაგის კერები გახტები საერთოდ. კარგი. მანუელ კარლოსი აქეთ და აქეთ ებუე, ხო? სასწაული გუნდი ხავს პროსტა. კარლოსი აქეთ ებუე. ცენტრალური ნახევარმცველი შემდეგი. სტივენ ჯერარდია 40 მილიონად.
რომელსაც წავიყვან, შენ მაინც არ გიყვარს ჯერარდი. ხო იცი რომ 70-ს გადავიხდი, იმიტომ რომ მაქვს ეს ფული და ჯერარდზე კარგს ვერავის ვერ შენ ამდენი და 230 იქნა ჯერარდი მაინც წავიყვან. უნდა იყოს 90 100. 110 თორე წაიყვანო ჟერარდიც. მე აღარა მაქვს ფული ბიჭო ბუსკეტსმა იმენა ყოფა მიტი. ფუსკეთ მე შენ რომ როტენი მყავს და მიმყავს კიდე ერთ როგორ არის ეხლა მახსოვრობაზეა თორე რაიკარდი ბუსკეტზე ცუდი ფეხბურთელი არა, კი, რაიკარდი კი, просто აღარ გახსოვს თორე გენიალური თან ძალიან ბევრ პოზიციაზე თამაშობდა არა თან მაშინ მაგ პოზიციიდან წინ 1-1-ზე იყო ყველა თამაში 1-5-ჯერ ეგუჟერა წინ გარბოდა ფინალებში გოლებია გატანილი არ ზარ რაიკარდი. შენ გაწყობს იმიტომ რომ ნახეშოთი პრაიმ რონალდინიო ვაჩუკა რაიკარდო მაგანა თამაშა და შენ ახლა გუნჩი ყავს ეგენი და რაღაცას შეუნტებს არა ისევ ამბობ რა просто მახსოვრობასთან არის დაკავშირებული რა ეგ ხო ეგრე არის რა ახალ ეპოქებს ახალი მეფები ახალი ისი მეფე მაგას ვიძახით მაგას რა რაიკარდი აკინარდის რა ხო, არა არ ყავდა მარცხენა გარემარება თუ სადღაც ყავდა ყავდა? ყვარა მარცხენა გარემარება და არ ყავდა არა მოვიღე ეხლა ეგ ბოდიში დასაწყისშივე უნდა მეთქვა ალბათ რომ ეხლა ვინც თამაშობს ფინალში არც ერთი არ ყავს. სპეციალურად ეგენი არავინ ამოვიღე. ხო სპეციალურად არავინ მოვიყვანა იმის გამო რომ ეხლა ყვარა ხო ხდებით ხო ყვარად გინდ სხვა ეხლა მათამაშეები მილიარდს ხო გადაიხადა და ნიკოш მეც მეხსიერების პონზე და იმას ვავაგრძელებ რა თქვენ იმიტომ რომ ტაკინარდიც ტაკინარდია არაფერი იყო და ისე ხუმრობის garaშე ანუ ჩემს რაღაც სასაცილო არის შედარებით ტაკინარდი მაგრამ იუვენტუსის რაღაც დიდების დარბაზის არ მაინტერესებს მეც არ მაინტერესებს გეიდან შენ თორე იუვენტუსის არ ყველაზე მაინტერესებს უსამართლო წამყვანი იმიტომ რომ დანეტი შენ რომ როტენი და ტაკინარდი როგორ მო რა ქვია იმას ალვესში ხო უამრავი არც ერთი არ მოვიყვანა. მერე კიდე ჩამოგითვლით რამდენი კარგი ფეხბურთელი არ არა მithქვს ბევრი შენი ორივე ნახევარმცველი შენია დარჩენილი კი. კარგი პირველი არის ვესლი სნაიდერი 20 მილიონად ან 10 მილიონად ამ ფეხბურთელს გთავაზ შენ ითამაშე თუ 5 გოლი აქვს სერიაში ამ ფეხბურთელს აჰა. სამი ქვეყნის ჩემპიონატის ტრიუმფატორია იბრაგიმოვიჩი მიდო და UEFA სუპერთასის გამარჯვებულია ლობონცი გარში ყველა მისტერი ბოქსი ცუდი გაქვს. არ ვიცი არები ვინ იყვნენ კიდე ბიჭო ანუ სნეიდერი რაღაცა ტრაბელსიც ყავდა ის აბელსი შატონი მარჯვენა ფეხბურთელი ეგ უნდა მეთქვა ეხლა ტუნისელი რა არის ტრაბელსი ო ვანდერმეიდე ანდერმეიდე ეს მარტო აიაქსი ხსენებთ ეხლა თუ რე ვინ არის ხოჭი მაგ კამანდაში მე ყველაზე მეტად მიმოსებოდა ვანდერვარტი რა მოგონა ყველაზე ნიჭიერი ეგ ტიპი მაგარი იყო შნაიდერი ძალიან მაგარი იყო მაქსველმა კარგად ეხა იბრა ძალიან მაგარი იბრა ვატყופი მოკლედ ანდროს აქვს ესეთი მისტერი ბოქსი რა 5 გოლი აქვს ამ ფეხბურთელს სერიაში გატანილი ოკეი. სამი ქვეყნის ჩემპიონატის ტრიუმფატორია ოკეი. და UEFA-ს სუპერთასის გამარჯვებულიც მომეცი. მე გამოვიცნო თუ მე კევინ დე ბრუინი არ ყავს იბრა რო ეთქვა იბრაშიც გადავიხდიდი რამდენიც ლევან ძალიან კარგი. რამდენად იყიდა კევინ დე ბროინი ბიჭო 5 გოლი. თუ 1000. კევინ დე ბროუნი იყიდე მისტერი ბოქსში მისტერი ბოქსში ამოვიდა რაღაცა მომივიდა. მეორე მისტერი ბოქსი შენი არის გაისკა მენდიეტა კი არა ხო. 5 მილიონად გაისკა მენდიეტა ან 5 მილიონად ეს ფეხბურთელი აჰა. სოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია ესე იგი ხედავ იმას 40-ზე მეტი გოლი აქვს საკლუბო ფეხბურთში ფეხბურთშიც ხანდახან და მოქმედი ფეხბურთელი აღარაა მილიონი მოდი ეგეც მომეცი. ილდირაი ბაშ თურქი აგერ უკვე მეორეჯერ შენ გუნდში ეგ ნეტა ჩემთვის მოგეცა მაგასაც ხო იცნობ შენ თუ არა ბაშ თუ სადაც ნუ აი მეთქი ბიჭო ანუ სადგა შენ რომელ ლიგაში თამაშობ რა ჩემპიონთა ლიგა რა მე ბუაშ თურქი დელეალი რონალდო არ მოვა და თამაში ებოლი. ლიგა არა რონალდო არ მოვა მაგ თამაში თამაშო რონალდო გაიქცა. ო მაგ თამაში ვარჯიშეც არ მოვა ფორვარდი აუ ცუდა ფორვარდი, მე ვის მინდა ფორვარდი მე რაული არის 30 მილიონად მე ფული მრჩება რამდენი მაქვს ფული შენ გაქვს 120 ანდროს აქვს 245 შენზე მეტი ფული აქვს აი 120 ვიხდი რაულში ანდრო თუ გამათან და ვამთავრებ 120 ხდება. აუქნა ხა უკეთესი არავინ მომივა ნუ ეხა მე მისტერი ბოქსი უნდა დაველოდო საათ შეიძლება. რატო დებროინი მოგივიდა დე ბრუინი აი ბენზემაზის უეჭო აი მე მოდი მაგრის 120 გადაიხადოს რა. 120 და წავალ რაულ მაგაზე. გონსალეს ბოლო ანუ რაულით მე ხა ვერაფერს ვერ შემოატრიალებ და ვერც. ფორვარდად თუ ვინმე მაგარი მყავს შეიძლება რაღაც ჩანსი მქონდეს თუ არა და ფილიპო ინზაგი 10 მილიონად აჰა ან ეს ფეხბურთელი 5 მილიონად აბა შენს ნიშნავს 20-ზე მეტი გოლი ნაკრებში მე გეტყვი მაგარამე ჩემ თუ დაიჯერებ რაული ბევრად წინ არის მაგრამ კლასით მაგრამ გოლებით რო დაითვალა პიპოს ყველა ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2-2 გოლია გატანილი და აი ბახაბუხით მიეჯახება არა პიპო ეხა ძა просто ეხა ვარის დროს პიპო აღარ მუშაობს ხო ის კლასით ძალიან წინ არის მაგრამ გოლები რო ამოვიღოთ ეხა
რა ვიცი თუ აი ხო არც დამითვლია არანაკლებ უკან არ იქნება ინზაგი. იან რაულზე კლასნი ფეხბურთელი. არა, ვარდი ხო, ხო ცოტა. არა, მე არ ვადარებ. ის არის სხვა დონის კლასია, რაული. აი ჩათვალე რომ შალკეში გახსოვს ბებერ. არა, ყველგან კაცო რა შალკერი. არა, ბებერ მაგრამ გადაგდებული იმას ვარჯიშიც არ გადაუგდია თავზე გოლი ინზაგის თუ. მაგრამ აი რო დათვალო გოლის გატანილი გოლი. ხო. ეხლა მე ვიყიდეთ სეზონში 100 გოლი რა ლევანდოვსკი. ეხლა მოგეწონება, არ მოგეწონება, ხო? მე ვიყიდე რაღაცა 50 გოლი რონალდინიოსი და 90 გოლი მესისი. და რაულიც რო იყიდე რა 30 გოლი სეზონში, მაგრამ ინზაგის ხო ვითომ? ხო არა 28 გოლი ამასაც ექნება რა სეზონში. უიჯეროთ. მინიშნებები რა გაქვს? ერთი უნდა ჩავწერო. 1-13 რა. 70 გოლი შეეგრე, ხო? ხო, ესე იგი ამაზე მინიშნებები ფორვარდზე. 20-ზე მეტი გოლი აქვს ნაკრებში. 20-ზე მეტი გოლი. საკლუბო და სანაკრებო დონეზე მოგებული აქვს ოქროს მედლები. აჰა. და რამდენი ფეხბურთელი დაიკვეხნის, რომ უკრაინა, ლატვია და სომხეთისთვის გოლი გაუტანია. ერთი შოტია სხვათა შორის და მეორე ეს ფეხბურთელი. კიდე სხვებიაც ალბათ უკრაინა, ლატვია და სომხეთი. სომხეთი. აი მე სხვა გზა არა მაქვს უბრალოდ კატაც რო იყოს ეგ მრჩევდი. ტიმო ვერნერი. ხო, ნუ აი ვერნერი და დელეალი მყავს ეტევა. სწავლაგი ხა ბოლომწველი ვინა? 245 შეხეთ რა. 313 official goals-აა. 313. ერთ ტიმო ვერნერი. 680 თამაში, წარმოიდგინე თითქმის 0.5 აქვს რა. არა, სასწაული შედეგი აქვს. ესე ცუდი გულ ცხოვრებაში. რაჭოს მე მაქვს 62, 62. მეც ძალიან. ყველა მარტო დებროინი იყო ეს რა? სკეჩი რა კი. მარტო ხო? არა, არა, კიდე არის ერთი. მიდი. ომცველი, არ ვიცი. ერთი გოლი გაკეთდა თამაში, მითქმი. შეიძლება ვიქნას. მინიმუმ ასისტია. სიგიჟი. არის პროსტ. ბაშ თურქი მყავს დელეალი და ებოე და ტიმო ტურბოტი. ეს რო გუნდს ეთამაშები და არც გვარები რო არიცი რა. კაი, ცველი დაგვჭა. თამაშები. ძველი მიდი ვინ ყავს? შოთი შენ გინდა ცველი, ხო? და მე ფენომენი. არ შენ გინდა ყავდა. ცველი, ხო? ვინ არ ყავს ტიმო ვერნერი? ფენომენოს ჩემპიონთა ლიგის ფინალი არ აქვს ნათამაშები, თორეემონები ჩავსვავდი. ხო სუარეს რო აქვს ხო ჩასვს. სუარესზე ვჟელობდით. რას აი ვჟელობდი გონებაში ჩემ მეორე თავთან და მიმან ვიპასუხა რომ არ გინდაო. მარცხენა იყო ეგ თავი. ტიმო ვერნერი ჯობიაო. ტიმო ვერნერი ჯობია. აგითხრა. ახლა ის ცენტრალ დამცველი შენ არ გინდა? შენ ორივე. ცენტრალური მე დამცველი. მინდა და ვიხტიბა თუ ხო, წესიერია. რიკარდო კარვალიო 10 მილიონად. ხო, ნუ კარვალიოში უნდა გადავიხადო 240. კი არა, შოთი წაიყვანოს. კარვალიო და მე მისტერი ბოქს დავეულტე. არა, ორივეს მისტერი ბოქსი აქვს, ორივე მცველს. ბოლო მცველები არის. და მეორე ვინა? რიკარდო წინასწარ გეტყვი და გაიყავით. რიკარდო კარვალიო და დიეგო გოდინი არის ატლეტიკოს მცველი ან პორტო იმის. გოდინის მისტერი ბოქს წავიხ. კარვალიო. შოთი შენ კარვალიო. კარვალიოს მისტერი ბოქს გეტყვი მაინც. ვიყიდი, არა, რა თქმა უნდა 30 მაგდა ეს რო გადავიხადო. ბოლო ფეხბურთელია, ხო? ხო და ვიყიდი. ხო და არა, მისტერი ბოქს გეტყვი უბრალოდ. იქნებ ვიღაცა ის პიკი ან რაღაცა. შენ ხარ დამხარ უთამაშია. ჩემ ცენტრალ დამცველებს. ჩემპიონთა ლიგაზე 2 სინჯის медаლი აქვს და ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი ორჯერ გამختარა. medalი ორი განსხვავებული medalი. ანუ ოქრო და ვერცხლი. ქვეყნის რა გამختარა ბოლოს? საუკეთესო ფეხბურთელი ორჯერ. ბერგი, ამ ბერგის ამთან არის არ მე გუნდში ერთ გუნდში არ ყოფილ ვარ. ვინა? ფრანკ რაი ის ფრანკ დებური ხო? ალკმარ დორტმუნდიდან არა, დებურს აქვს, ფინალიც მოგებულიც აქვს და წაგებულიც მაშინ ეგ აქვს არის. ფრანკ დებურს, თან მარცხენა ფეხით, მაშინ ეგ არის. ჭკვიანი დებური და აქედან კაც ჭავი. მაგრამ ფინალისად ითამაშა იქა ვანგალთან. ვანგალთან. ერთი მოიგო US-თან წააგო ელნებში. ვანგალთან ითამაშა. ხო. ალბათ ეგ არის. კიდე. ლევანტეში ეგ არის. არა, ვიღაცა არა მოვარდეს, არა. რეინჯერსში რეინჯერსში? არავინ ეგეთი ცენტრალ დამცველი. არა, ბერგი მყავდა, მაგრამ ბერგი მანჩესტერ იუნაიტედში არ ვიცი ფინალი არ ამგონია რომ რა თამაშები ქონდა. ითამაშა მე მგონი. არა, ბერგს არ წამებული არ ექნება. არა, 19 არ ითამაშა ბერგი. მე რა გითხრათ? არ ვიცი, ბერგი თუ გაიჩიტა. მე დაგეხმარ. ეს ხო ის ამას კატა გახსოვდეს კატა ბნელო. არა, მე ტიმო ვერნერი სადღაც არის, ჩემ მართლა კატა. რო ვიყავი ფრანკ დებური ხარ კატაც არის. ჩააგდო კატების სიაში. აი ესე ცუდი მისტერი ბოქსი არ მაქვს. მიდი იყოს ეს ვინ არის? დანი ბლინდი არის. ბლინტი? მამიკო. არა. ეხლა როგორც ცენტრალური დამცველი არ იყო ბლინტი. კარვალიო გერჩევი. კი, აუცილებლად.
არა არ არის ბლინტი ცენტრალური დამცველი და რატო ორივე ფინალი ცენტრალური მცველები. მაგრამ ეგ სამი თამაშობდნენ და არასწორად გაქვს. არა, სამკაციაში 3-4-3 თამაშობდნენ და ბასტონის ისა. სამი ესე რო თამაშობენ ბლინტი იყო წინ, რაიკარდი წავიდა და ბლინტი იყო წინ. ანუ აი ჩამშრეს ეხა შენ ამ წუთას ბლინტი ქვია რა. უკან ეგრე ბლინტი არ თამაშობდა 4-ში. ცენტრალური მცველი იყო. 3-4-3. კატები. მე ვთამაშობდი 200 თამაში, მაგრამ გათამაშები. გასწავლის რომ ცენტრალური მცველი იყო. ო, მაგრამ ნუ იდეაში 10 იყოს, მილიონი კარვალიო იყოს. კარვალიო უნდა იყოს ჩემი ესე იგი გადავიხადე და კორდინისის 20 მილიონი დამჭა იმათთან რა დასარიგებელი რა პრემიები რომ მიცე პასზე და გოლი. შენ მე კლიანად. პერსონალურად არ ეთყობა. შევლები არ ყავდა, გიგინი. არ ეთყობა. დიეგო გოდინის მაგივრად გთავაზობ იგივე ფასად ამ ფეხბურთელს. აბა ეს ფეხბურთელი 160-ზე მეტი თამაში აქვს მშობლიურ კლუბში. აი გონი თუ არა ამორს თუ არ ჩო. ქვეყნის ჩემპიონი მინიმუმ 5-ჯერ გამختარა და მსოფლიოს პრიზი. მომიყვანა ეკატა. ამი მალდი მე კაი გონი ყოს მან. მეგობრებო. ბოდი. ანდროს უნდა უთხრა. აბა 160-ზე მეტი თამაში აქვს ამ ადამიანს მშობლიურ კლუბში კი ბატონო. ქვეყნის ჩემპიონი მინიმუმ 5-ჯერ გამختარა. და მსოფლიოს პრიზიორია. მომიყვანა ეგ. მოიცა ერთ ამე მინიმუმ ხო კაი არ ვიცი. იფიქროს ჩემპიონი ამ მსოფლიოს მეცაც გეტყვი. იტაიპერო ბარძალი არის ანუ რა პოზიცია? იმპემბე 5 მილიონად. ძალიან კაი. ნუ აი ამ გუნდს ახლა ვერანაირად ხო მაესტრო კიმპემბეს ეძახიან. მაესტრო ხომ ძღოლი არის. თუ აი მას რო აღაგებენ ჯუბასკეროს რო დავაი. არ მაგარი. აწვიმარი რო უნდა გამოხოჭი რო გაწვიმდება გამორბიან რო შოტის მეგობარი ედვანდ ესარი არის ჩემთან კარში. ვიში განა აშტოკში თუ იბა. ჩემი აზრით დაცვას უბრალოდ ვერაფერი შეედრება რა. მალდინი მარცხნივ, ლამი მარჯვნივ, კიელინი რამოსე ცენტრში. გადახევენ ჩემი ისინი ცენტრში არ ვარ დარწმუნებული. ფორვარდები მაგრამ ამოხტი არ ვარ დარწმუნებული. ნახე წინ ნახე. რონალდინიო, მესი და იმას რა ქვია ინიესტა, სიდორფი და ლევანდოვსკის მეორე არაფერი. შანსი ერექსენი წარმოიდი რამდენი სუდაცვაში იქნება. ოიცა ჯერ ჩემი გითხრა ტაკინარდის და არ მივსვა. 82 იმაზეა რა ქვია 18-ზეა ბოლ პოზიშენ. ჯარიმას მე ვაგდებ. რა ქვია ბურჩენ არ გაძლევდა რა. ასე ზიდანი ჯერ არ იმყავს ტაკინარდი. მე უბურთოთ ეგენი არ ვერ თამაშობენ. ბურთი მე მაგ ინიესტა, სიდორფი, რაიკარდი და შუაში და უბურთოთ. აი ხა ნახე ოდესოში გეჭიდავებით ჯერარდი ტაკინარდი ზიდანი. უბურთოთ როგორ არ არის სოლიდური სამებული. ბურთი სუმე მაგ და ირბინე უბურთოთ. კაი მოიცა ეხლა რაული ცხრიანად. თქვენ გახურებაზე გამოდით მურთებით. ხო. რაღაცა ცოტა დიდხანს გახურდით რა. მე ბურთი სუმე მაგ რა. კაი. თქვენ გვიყურეთ. აგუნდია იყიდა ამან მილიარდად წარმოი ტოტენჰემის პრეზიდენტი ეს არის რა. ლივი. ტოტენჰემი რა მილიარდად მილიარდად რა. მილიარდად არა 700 ნაკრები არა. ძალიან 200 რაღაცა მილიონი. ის არა ფული დარჩა გაუპუჩდა ის კონტოა აწყო მილიონი. აი რა უნდა გამეკეთებ. მართლა რიგის კონტოა. ზოძუაში ჩვენთან პირველ ლიგაში ვერ თავაში, მაგლეს ლიგაში ეგრევე მივეცით მეორე ლიგის ადგილი. აუზა. ის კობების ხათრით რაღაცა ლიცენზია გაუსწორეს. აურა კაი. ცხოვრი ინვესტიცია და ფული. რაღაცა ეკონომიკა და არის კურსი და რაღაცა ვიჩალიჩი. სერიოზული. სუდად. არხში ხადა. აი ისეთ გაზზე იყო, მეთქია მესიში არ გადაიხარო. 1000 არ დაადა. თვითონ აიჩი ანდრო ჩემ იკუშ მოიცა. გუნდი ერთი მისტერი ბოქსი იყო. მოკლედ ხო სავაკი მისტერი ბოქსი არ დაგავიწყეს ის ამოუ დებროინი. ერთს. საუკეთესო შენ არ ვამში ნაკრიცისი ამოგი გაჩუქეს. საუკეთესო დებროინი შენ საუკეთესო მისტერი ბოქსი. თან ის ცალკე მიდის თამაშზე. კაცო ერთად არის. ერკამპევი ის მანქანიდან ეს ესენი დაფრინდა. ჩემით მოვალდება. ის მანქანიდან ესენი ვინ არის? ესენი დაფრინდა. კაი, ხუთი ძალიან მაგარი ფეხბურთელი ყავს და დანარჩენი მოგონია. შოთი წავაკითხო. 6 მაგარი ფეხბურთელი. მიდი, შოთი გუნდი. კაჩე ბუტია მეკარე კავალიო და ესაია კარვახალია მარჯვნივ ებრა არის ესა მარცხნივ რაიკარდი შუაში ინიესტა სიდორფი მარცხნივ რონალდინიო ლევანდოვსკი და მესი
რა ვიცი. აუქნას. შეტევაში მოგვიგო, მაგრამ დაცვა ისეთი მყავს, რომ შეიძლება ვაფშე ვერც მოაღწიოს აჯარი მომდა. მოგება, შენ ვერ იგებ რა თამაში, შენ სუნიჩიას ანდრო შენი იდანი ჯერარდის ხალახი რაული შო. აი თუ შეიძლება საუბარ სეკუნდის წარდგენას მოვიდა. არც ერთმა და ეს ვაფშე უბურთოთ არ. ხალახი ეს ყავდა მის დავხევ ამაც ირ ვაფშე პასა. ამაზე კამერა ვერ გადავინა. ვაფშე სიმეონე გინდა სიმეონე, ჩემი მწვრთნელი სიმეონე. აი ჩემ მისტერი ბოქსიდან გამოიქცა. ატა გაიჩი და ოღონდ გამშრალი. ამშრალი ეს მოულილი. მე რა შეეხება ეს რო გაწურო? ნოიერი კარში. ყოველდროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. მარცხენა მცველად რობერტო კარლოსი. შენ პირჯვარს იცერ ქულა რო აიღო რა. არა, მე ყავს ახლა ტიპები ახლა ეგეც წუდი გულს. არა, საერთოდ არა, პასი ვერაძლევს კარლოსი წარმოიდგინე. ბუსკეტს პროტის ბუსკეტს იცოდეს უკან დაუბრუნებს რა. წინ ვერ იძლევია. მაგარში პროტს აკეთებ. ზოძვაშვილმა იცოდა ხოლმე. ზოძვაშვილმა იცოდა ხოლმე და ესე ჩვენ ყავს ფეხბურთელები, რომელსაც ეგზალებათ წინ წასვლა. ხაზისიქით გადასვლა. ხო, ეგზალება და ეკრძალებათ. ესენი რომ წაიღებენ და იქით რაღაცებს თან დაკარგავენ, თან მოიგონებენ, თან რაღაცას გააკეთებენ და გიო აჩიშოთი რეზი რა ხო. გამომგონებლები რა. ხო რა და და ნუ ფაქტიურად ნათელი იყო რომ ხას არ უნდა გადაცდენოდნენ ესენ დამცველები და დანარჩენები. აი ეგრეა. ხო არა. იქით აღარ გადაუშვი. პას ვერ იძლევიან. ესა რაგბის გუნდი გააკეთა, სულ უკან იძლევი პას, ხო იცი? ჩვენ რაღაცა გეგმა შეიძლება ბუსკეტს მიცემენ უბრუნებს უკან. ბუსკეტი არ ბუსკეტს მიცემენ. შეუნახავ და აბრუნე. წარმოვიდგინე, მეკარე არის ყველაზე მაგარი გამთამაშებელი. ფეხით ვინც დამოშოს სპორტკარი მეკარეა. ეგეთი ტრაგიკული გუნდი არა. ბუსკეტსი ნახე რა გუნდი მყავს. ბიჭო 6 გვარი არ ვიცი. კარლოსი, დესტა, მაესტრო კიმპემბე. ხო და მაგას გეუბნები, პასებს სულ უკან იძლევი, რაგბის გუნდი გააკეთეთ. ებოის ყავს. მაგას გეუბნები. ებუეს ყავსო რითიცა და დაბალანსება. მე ფეხბურთის რაგბის გუნდი არ მინახია. აი მუშათა კლასის წარმომადგენელი და ის შრომელი კაცი ებუე მყავს. კი დღეს რაიო ვალეკანო თამაში. დებრუინე რონალდო თავის საქმეს იზავდა. ბუსკეტსი მყავს, კევინ დებრუინი მყავს. ესეთი მილიარდი ახლა. ბაშტურკი ვერნერი და კრისტიანო რეალზე ასახტელში არავის არაფერი არის. რაინე ბაბილონის სური არავინ არის. გოდოლი ვიტარი. ბაბილონის გოდოლი ვიტარი. მეგობრებო, მადლობა. ძალიან გავერთეთ ჩემი. წარმატებები. ერთ-ერთი საუკეთესო აუქციონი. ინიესტა. დამაგარი აუქციონი. ახლა აი წარმოე. სიბრძნე იმის, კარჩე ჯანის, ტვინის, რა ქვია, შემტევი ფეხბურთის კულტურა, აი როგორი ისა აქ ხო ეს ტოტალური ფეხბურთის რაიკარც, ინიესტა, აი არ ვიცი, გენია. როგორ შეიძლება რომ ბურთი არავის არ მიცედა მარტო გაითამაშო კლერენსი ამხელა კულტურა ამხელა თამაშები ოთხი ჩემპიონთა ლიგა ყველა ხუთი გუნდით მოგებული რავი შორიდან გიდა მეკარეს გადაუგდე უკან გამოყევი პასი მიეცი ჯანი რა ვიცი ემრე და ვისაც გინდა აი უბრალოდ წინ გადააგდე ბურთი აი ესე გადააგდე რა ვისაც გინდა და თუ ვერ გადააგდებ წარმოიდგინე მესი და რონალდინიო მოდიან ეგეონებია ძმაკაც მომეცი ერთ წავი ხო აი ხო იცი რა თქვა მე რო არიცი რა ქნა ბურთითო მიეცი ამასო რა აი ფერს ხო შენ ყავს ეგეთი 3 თუ 2 3 ყავს მე არ ვარ დარწმუნებული. მე მყავს ეგეთი გაცდება რომ მინიმუმ მესი რონალდინიო ინიესტა რომელიც ბურთი მაგე გითხარი 3 ყავს ეგეთი რა ზუსტად და სიდორფი და პლუს ყველაზე killer finisher ყველაფერს თუ რამეს გამოედები 5-დან 4-ს ნახევარს ესაგდებს რა მე 10-დან 8-ს გაიტან შეეჯო ეთი ეგეც უნდა დაუგუგლო მეგობრებო, წარმატებები ლიგის ფინალზე. თქვენ თბილისიდან შოთის ბუდაპეშტში და მადლობა სტუმრობისთვის. მაყურებელმა დაწეროს ვისი გუნდი მოსწონს და რატომ? რატომ ჩემი? რატომ ანდროსი? ხო. რატომ ჩემი?